მოკლედ რა შობილური ხათი აღარ დავიწყებ უკვე იმენჯერ კითხე და ასე შემდეგ რა და მოკლედ ძალიან მიხარია რომ აქ ხარ. მეც მიხარია რომ დამპატიჟე. ხო, მოკლედ მოდი მეგობრებს ვინც გვიყურებს, ვეტყვი ორი სიტყვით სად ვართ, როგორ ვართ რანაირად და მე ჩვენ უფრო გავაგრძელოთ ლაპარაკი. მოკლედ გამარჯობა მეგობრებო, მე ერეკლე ვარ, მე გავხსენი wine bar-ი, რომელსაც დავარქვი wine talk-ი. და ამ ბარის კონცეფცია არის ესეთი, რომ მოხვიდეთ, ჩემი გემრიელი ღვინო დააგემოვნოთ, მეგობრებთან ერთად ისაუბროთ და ამასთან ერთად მე კიდე იდეა გამიშთა, რომ პოდკასტი გამეკეთებინა და კონკრეტული ადამიანები მომეწვია ჩემს wine bar-ში. და პოდკასტსაც ამიტომ ბევრი აღარ მიფიქრია და როგორც ჩემს ღვინის ბარს ქვია wine talk-ი, ისე პოდკასტსაც დავარქვი wine talk-ი. ხო, ანუ კონცეფცია რა აქვს ამას რა მე მგონია რომ ორი ადამიანი ნებისმიერი პროფესიის ერთ ჭიქა ღვინოზე შეიძლება რომ ნებისმიერ თემაზე ისაუბროს რა. ამიტომ რაღაცა კონკრეტული შეზღუდვა ესე თემით არ მაქვს, მაგრამ მაინც რაღაცა ძალიან ესეთი დიდი თემები არ იქნება, რაღაცა კონკრეტული თემები იქნება კონკრეტულ ადამიანებთან, რადგან ფიქრობ რომ შეიძლება საინტერესო საუბრები გამოვიდეს. ამ ეტაპზე ჩემი პირველი სტუმარი არის ჩემი ძველი მეგობარი მარიამი, უძველესი. აი მე რამდენი წელია მეგობრობთ? 1-11 მე მგონი. მეტი შეიძლება მეტიც. შეიძლება მეტი. 17 წელს ვიყავი რომ გაგიცანი, ხო? შენ ჩემზე 1 წელი დიდი ხარ, ხო? ხო, მაშინ 10-11 წელი. 10-11 წელი, ხო და აუ ეხა უცბად ეხა რო თქვი რომ ამდენი ხანია მეგობრობთ ხო და რაღაცები, იმდენი რაღაცა გამახსენდა რომ და თან ანუ ადამიანთან რამდენი წელი მეგობრობ რაღაცა შენი ცხოვრებაზე გაქვს პარალელურად რაღაცები მიდის და ანუ უცბად ხვდები რომ აი ხა რო შემოხედე უცბად მართლა რამდენი წელი გავიდა და რამდენი რაღაცა გავაკეთე. სად გავიცანით ეს? ხო, მარიამი არის ესე იგი როგორც თქვი ჩემი მეგობარი. ძალიან წარმატებული გოგო, რომელმაც გააკეთა ძალიან კარგი ბიზნესი, სწრაფი კვების ობიექტი, რომელსაც ქვია წიწილა. წიწილა ბისტრო. წიწილა ბისტრო, ხო, ბოდიში და არის ძალიან ესეთი რაღაცა ახალი, არა, უბრალოდ რაღაცა სწრაფი კვების ობიექტი არა, რაღაცა ახალი სიტყვა არის ესე რომ ვთქვა, სწრაფი კვების ობიექტებში. შეიძლება ეგრეც ითქვას. არა, კი, შეიძლება ეგრე ითქვას, იმიტომ რომ ხა სწრაფი კვების ობიექტებზე უცად ვისაც რა გვახსენდება, ხო, არის რაღაცა McDonald's-ი, Wendy, რაღაცა შაურმები, ხო, ესე რომ ვთქვა და კიდე რა შეიძლება გაგახსენდეს. ბევრი ზოგადად ხო. და ვაგიტო და წიწილა, მე ვაფშე არც ვიცოდი რომ შენი იყო. ეგ იყო ყველაზე გადაობა, რომ არც ვიცოდი და ისე მომწონდა. ხო და ეხლა მინდა რომ მომიყვე ამ ბიზნესის შესახებ რა, ესე რომ ვთქვა შენი გამოცდილება, რა გზა გაიარე და მე ეტაპობრივად რაღაცა კითხვებსაც დაგისმევ, რომ კიდე მაინტერესებს რაღაცეები და. ოკეი, დავიწყოთ პირველი შეკითხვით. პირველი შეკითხვა. მოდი ესე ვთქვათ, რომ ჯერ მომიყევი შენი ბიზნეს კონცეფციის შესახებ. წიწილა ბისტრო არის პირველი სწრაფი კვების ობიექტი საქართველოში, რომელიც აერთიანებს სწრაფი კვების ტენდენციებს და ქართულ გემოებს. ანუ პირველები ვიყავით, რომლებმაც მარტო ქათამზე დავიწყეთ მუშაობა და გავაკეთეთ სწრაფი კვება, რომელიც არის ძალიან ქართულ სამზარეულოზე ინტეგრირებული. ანუ გვაქვს სანდვიჩები ჯონჯოლით, შქმერული სანდვიჩი, ტრადიციული გემოებით და ეს იყო საკმაოდ დიდი რისკი, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ჩემს გარშემო მეუბნებოდა, რომ ძალიან უცნაურია და რატომ უნდა მოეწონოს ეს ადამიანს და რამე კლასიკური fast food-ი გააკეთე, მაგრამ ამავდროულად, როდესაც გავხსენით ამ კრიტიკის მიუხედავად აღმოჩნდა, რომ ძალიან დიდი ეგრეთ წოდებული ბუმი იყო და ძალიან ბევრ ადამიანს მოეწონა და ეს ქართული სამზარეულო, რომელიც ისედაც ძალიან პოპულარული არის და ახალგაზრდებშიც და ნებისმიერი ასაკის ადამიანში შეუერთდა ამ სწრაფი კვების სეგმენტს და ძალიან შეუყვარდა ადამიანებს და საკმაოდ პოპულარული გახდა სწრაფად, ძალიან სწრაფად. მეც რა მაინტერესებს. ნახე ზოგადად რაღაცა ბიზნესს როცა ფიქრობ რომ გააკეთო, რაღაცა მე მიფიქრე რაღაცა კონკრეტული რაღაცა ბიზნესების გაკეთება და რაღაცა brainstorming-ი მიდის რა ამასთან დაკავშირებით, ესე რა ვთქვათ რა. პირველი ერთ-ერთი რაზეც შეიძლება რომ ფიქრობ ხოლმე, ანუ არის რაღაცა თავისი რისკები აქვს ხოლმე ბიზნესს, ხო, რა თქმა უნდა, სხვა მიმართულებით. ანუ ხა შენ ასეც ლაპარაკობ აი ეს წიწილა ბისტროს კონცეფცია რაც არის რა. ანუ ეს რაღაცა ევროპაში ან ამერიკაში რაღაცა მსგავსი კონცეფცია არის. მე არ ვფიქრობ რაღაცა დაკოპირებული, უბრალოდ ნახე რას ვამბობ, საქართველოს ეგეთ რაღაც არ იყო. ანუ ნახე მე რო რაღაცა შაურმას ხსნი ეხა რა და ძალიან ბევრი სხვა ტიპის შაურმა გახსნი. ეს ვიცი რომ საქართველოს შაურმა მოწონთ ასე თუ ისე და ჭამენ რა და ანუ აქ უბრალოდ რისკი იმაზე კი არ მაქვს რომ ახალი პროდუქტი შემომაქ არა რისკი უბრალოდ იმაზე მაქვს როგორი ბრენდინგი მექნება, როგორი მარკეტინგი და ხალხის დობა მექნება თუ არა რომ ჩემთან შემოვიყვანო. მაგრამ
შენ შემთხვევაში კიდე რისკი იყო ის, რომ ახალი შემოგქონდა რა. და მე მაინტერესებს ეს იყო სხვაგან რომ აი ნახე რომ აი ევროპაში მუშაობდა ეს და მე ეს მოდელი აიღე თუ აი სრულიად თქვენი ეს მოფიქრებული კონცეფცია. ზოგადად ახლა ბიზნესში ვარ 2 წელი, მე და ჩემი ქმარი, რატი. ძალიან მაინტერესებს. მაგაზეც მოკები ვაპარაკო. როგორია ქმართან ერთად ბიზნესის კეთება. საკმაოდ დიდი ხანია სხვა პროფესიიდან ჩემ მოვედით საერთოდ ბიზნესში და ის ვფიქრობდით აი დიდი ხანი ვფიქრობდით რა უნდა გაგვეკეთებინა. შემდეგ ესე მოხდა რომ წავედით იტალიაში, ფლორენციაში და მე ზოგადად ვარ ადამიანი, რომელსაც ერთ-ერთი რაც ძალიან მიყვარს არის სენდვიჩები. ძალიან მიყვარს სენდვიჩები. Healthy თუ unhealthy? მე მიყვარს კაი გემრიელი. ხოდა ფლორენციაში რომ წავედით, იქ არის ერთ-ერთი უცნობილესი სასენდვიჩი, რომელიც უკვე წლებია მუშაობს. რიგები არის უდიდესი და ესე ვთქვათ ტურისტული ღირსშესანიშნაობა არის უფრო მე მგონი ვიდრე კვების ობიექტი. რომ მივედი იქ და რომ ნახე ეს უდიდესი ზომები და სასწაული გემოები, მივხვდი იმას, რომ მართლა ეს არის ის, რაც მომინდებოდა რომ ყოფილიყო საქართველოში. თან ამას დაემატა ის ფაქტორიც, რომ როდესაც მუშაობდი დასაქმებული ვიყავი და მუშაობდი კომპანიაში მოიცა ტელევიზიაში უკვე აღარ მუშაობდი. ტელევიზიაში როცა მუშაობდი, ხო, როდესაც მუშაობდით მე და რატი ტელევიზიაში, ისეთი რთული გრაფიკები იყო მანდ ძალიან და საკმაოდ დაბალი ხალხი, ხო. და მიწევდა მთელი დღის განმავლობაში სამსახურში ყოფნა. და ახლა 10:30-ზე მოვდიოდი, შეიძლება და ღამის პირველ ზოურზე სახში მოვსულიყავი. ამ დროს გიწევს რომ გამოიძახო კვება და ახლა საქართველოში ყველამ ვიცით რომ არ არის ბევრი ობიექტი რომელიც საკმაოდ დიდ ულუფებს გთავაზობს. სულ მქონდა მე რადგან ჭამელი ქალი ვარ. კი, ბაზარი არა, ხო, მაგარი დიდი ულუფები გაქვთ, ხო. ხო, ეს იყო, ანუ რეალურად ჩვენი ნიშა გახდა ეს დიდი ულუფები. იქიდან გამომდინარე რომ მე მქონდა ეს პრობლემა და ძალიან ბევრი ადამიანს რომ დღეში 3-ჯერ გიწევს, დღეში 2-ჯერ გიწევს საჭმლის გამოძახება და არანორმალური თანხების ხალხი. და მე ხათაშორის მაგაზე შენ იმაზე ბიზნეს მე კიდევ სხვა მიმართულებითაც ვისაუბროთ მაგაზე, მაგრამ აი მე რო კითხე მე რა რომ მეთქი რა გავსინჯო თქო კიდე თქო რა შენ მითხარი რაღაც შეფ რაპი მითხარი ხო რომელსაც აქ ეს სომხური ლავაშის იმაში მე სხვა შეიძლება ეგ მე თქვენში მომეწონა თავიდან პირველ რიგში უკვე პურის იმაში რომ მოდიოდა რა და აი ეგ ვიზუალი ძალიან მომეწონა რა მოკლედ რისთვის მოგიყვანი აქ ხა რომ რა თქმა უნდა ჩემ ღვინის ბარში ღვინო გაგასინჯინო ხო და მოკლედ პატარა ისტორიას მოგიყვები ამ ღვინოებზე რომ მყავს ერთი მწარმოებელი ღვინოსი სახელად ქვია გიორგი და გიორგის რო შევხვდი ლაპარაკობთ მაგის ღვინოზე ძალიან დიდი სიყვარულით აკეთებს ამას მის მარას ქვია გიორგი წმინდა აქვთ კახეთში და რაღაცა 2008 წლიდან მუშაობენ რა მოკლედ და ანუ მე რო გავსინჯე მაგის ღვინოები აი რა ვიცი ძალიან გემრიელი იყო რა ეხა აქ ამ ეტაპზე მე რაც მაქვს რაც შემიძლია რომ შემოგთავაზო რა ერთი არის ქვევრი რქაწითელი მაქვს ასევე საფერავი და მაქვს ქისი ქვევრის შენ რომელს გამისინჯო მოდი გასინჯოთ ქისი ქვევრის ოკეი, აი მოდი მაგას გაგიხსნი მე. ხო, ახე ამ ღვინოში ძალიან კარგი ის არის, რომ ქისი ესეთი ბევრია, უბრალოდ ქისის ქვევრი არის, ცოტა განსხვავებული არის მეტნაკლებად და მაინტერესებს როგორ მოგეწონება. ვენახები სადა აქვთ? საგარეჯოში. ცოტა შორის. მოდი, აბა გამისინჯე ხა. უფ. კაი რეაქცია. მოიცა, მოდი. გაგვიმარჯოს. როგორია, მო? ძალიან გემრიელია. მაგრამ რაღაც ძალიან ცოტა დამისხი, ჩემი აზრით. აი, მოდი, ხო და გისხავ კიდე. ახლა შეგვიძლია ვილაპარაკოთ. ახლა შეგვიძლია რეალურად მეგობრები დავიწყოთ საუბარი. აი, ეს დაძაბულობა მოხსნა ეგრევე. ხო და მოკლედ რაზე ლაპარაკობდი რა რომ წახვედი ამ ფლორენციაში ხო რაღაცა იქ რაღაც ინსპირაციები აიღე და ერთ-ერთი თავარი აი შენი ინსპირაცია ამ ულუფა იყო ულუფა კი და თვითონ სანდვიჩები იმიტომ რომ საქართველოში კი არსებობდა მაგრამ უფრო ჯანსაღი მიმართულების და რეალურად იქ ულუფაც პატარა იყო და აი არ იყო ესეთი როგორ ვთქვა ნოყიერი და წვნიანი ხო გეთახმები ამიტომ გადავწყვეტეთ რომ გაგუკეთებინა ზუსტად წიწილა სხვათა შორის
როდესაც გავხსენით, ძალიან ბევრი ადამიანი იყო, რომელიც ულუფებსაც კი აკრიტიკებდა. თავიდან ძალიან დიდი ბრძოლა გქონდა ამაზე. ბოდიში, აი ვისთან ქონდა ბრძოლა? ძალიან ბევრი ჩემი ნაცნობი იყო, რომელიც მოდიოდა და მეუბნებოდა, რომ არ გჭირდება, რაში გჭირდება ამ ხალა ულუფა, ხალხს არ მოეწონება ზოგი ძახდა, აი ღორები ვარ, ამდენი მჭამოთ. ხო, ჩემთვის ეს იყო პირიქით შოკი, იმიტომ რომ ფიქრობ, ანუ ჩემი მოსაზრება არის ისეთი, ადამიანს არ უნდა ჰქონდეს შეგრძნება, რომ შენ რაღაცა დააკელი. მე მას ვფიქრობ ასე რომ ჯობია დარჩეს, ვიდრე დააკლდეს. კი, სხვადასხვა უცხოეთში ძალიან ბევრი კომპანია, სტრაფიკობის კომპანია ზუსტად ამ სეგმენტით მუშაობს და ამ პრინციპით, რომ მაგალითად არის ერთ-ერთი ძალიან ცნობილი სტრაფიკობის ობიექტი, საბურგერე, რომელიც სპეციალურად კომბო მენიუში fries 10 მაგად ყრის. და ადამიანი უკვეთავს მისდის პორცია და ფიქრობს, უი, რამდენი ჩამიყარეს და აქვს ეს ბედნიერების შეგრძნება. სხვადასხვა ეგ აი მარკეტინგულად მაგრად მუშაობს. პირველად მე ეგეთ აი უსაზრო ულუფების რაოდენობა შევეჩეხე სტამბულში, როცა მაკდონალდსში შევედი და რო დავინახე, რომ კეჩუპები და მაიონეზები და რაღაცები პროსტა ესე ეყარა, რომ აი ენ რაოდენობით რომ შეგიძლია აიღო და იმას კონდეს, ანუ გამიკვირდა რა, იმიტომ რომ რაღაც თბილისში კეჩუპს ყიდულობ რა. თან მოგეწონა ეს. თან მოგეწონა, ხო იცი, კი, შეიძლება რაღაცა შეყურა არ მოგეწონა, რომ რაღაც მე გახევარ მიყვარს მაგის ხვანაერად, მაგრამ ანუ ენ რაოდენობით იღებ რა. და მეორე, ბოდიში გაწვა, მეორე ყველაზე მაგარი პონტი, სადაც ეგ მქონდა, იყო იმაში, რო ქვია Five Guys, ხო იცი? ხო. პრო საქართველოში არ გვაქვს ეგ რა და Five Guys-ზე მქონდა ახლა საუბარი. ხო, Five Guys-ში მქონდა ეგ რო ის, რა ქვია, ეს თხილები ქონდათ ენ რაოდენობით უფასო. ნუ ზოგადად მე ვფიქრობ, რომ მომხმარებელმა არ უნდა იფიქროს, რომ შენ როგორც ბიზნეს გაქვს მხოლოდ ფულის კეთების სურვილი. ანუ ამ დროს ხვდებიან იმას, რომ შენ მასზე როგორც მომხმარებელზე ზრუნავ. და რეალურად ჩვენი კონცეფცია ეგაა. ანუ ზუსტად ეს არის, რომ ჩვენთან მაგალითად დღეში იყიდება უკვე საკმაოდ დიდი რაოდენობის სენდვიჩები და რა ციფრს არ ვასახელებ, ბოლო ორ ციფრს არ ვასახელებ. რეკორდული მაჩვენებელი გქონდა თითქმის 1600 სენდვიჩი გავყიდეთ. 24 საათში. 24 საათში, კი. მაგრამ თან შენ მუშაობ, გონი 10-დან 11-მდე. 11-დან 11 საათამდე. 11-დან 11-მდე, ხო. აი სხვა ძალიან მაგარი, იმიტომ რომ ძირითადად ეგეთი სტრაფიკოები თითქმის ნუ ითვლება რომ დაახლოებით 24-ში მუშაობენ. ჩვენი მაინც მთავარი მომხმარებლები არიან ოფისის თანამშრომლები და 12-დან 4 საათამდე გვაქვს პიკი მუშაობა. ღამის წრეებში კიდე ამბავი არის ის, რომ რთულიც არის პროდუქტიულობა და ხარისხი შეინარჩუნა. შეკვეთები იკლებს და მაგიტო ვამჯობინეთ რომ ხარისხი გეძდება თანამშრომლის ის ხო, გეთანხმები, ხო, გასაგებია. კი. კაი, ეხლა ნახე მე რა მაინტერესებს. ეს უკვე რაღაცა კაი ესე რომ თქვა უკვე კარგი ამბიდან, კარგი მომენტიდან ყვებით რაღაცებს რა, მაგრამ ნუ მაგამდე არის ძალიან დიდი რაღაცა რთული გზა რა, აქამდე რომ მიხვიდე ჯერ. ანუ მე მგონია რომ ბიზნესი რომ დაიწყო, აი მაგამდე მისასვლელი გზაც ცოტა რთული არის რა და აი წაგა რო ლაპარაკობდი, აღარ შეგაწყვეტი, ნეცი ისი თქვა მინდოდა რომ აი ხა მეც ხო გავხსენი ბიზნესი, ხო მე ვარ რაღაცა დამწყები სტარტაპერი. ხა შენ ჩემთან შედარებით ზვიგენი ხარ თუ ზვიგენი ქართულადაა, ხო? ხო, ქართულად არის, ხო და შენ ჩემთან შედარებით ზვიგენი ხარ. მე რაღაცა ლიფსიტა ვარ ხა. ვიღაცასთან შედარებით ლიფსიტა. ხო, ნუ ხო, მე მენეჯერს ვარ და ნახე რა არის რომ აი იქ რო თქვი რომ წერ ვიღაცები ულუფებზე მაკრიტიკებდნენ. ო, ეს მომხმარებლის ფიდბექი კი არ იყო, პროსტა ვიღაცა მეგობრები ნაცნობი. კი, კი. აი ეგ მეც ქონდა. რა, აი ვიღაცები აი ისე უხეშად გეუბნებიან, რომ აი მარიამ ეს ცუდია აქ თუ რაღაცა. ო, შენ ხომ შრომა გაქვს ჩადებული რა რაღაც პონჩი რა და აი მე მაგალითად ახლა ძალიან მომწონს აი ადეკვატურ რაღაცებს რომ მეუბნებიან, ხვდები რა და ჯანსაღი კრიტიკა. ხო და ვიღაცა გეუბნება პროსტა, იმიტომ რომ გითხრას. გასაგებია, ხო. და აი ეგ ხო და იწერან ეგ რო ახსენე უცებ ეგ გამომიტივტივდა რა მაგაზე რა და ეხლა რა მაინტერესებს აი როგორ მიხვედი იქამდე რომ დაიწყო ბიზნესი რომ აი მუშაობდი 24/7-ზე დაბალკერპას როგორც ყველანი საქართველოში ნუ ამბავი იყო ის რომ მე და რატი ორივე ვართ ჟურნალისტები განათლებით და პროფესიით ვიყავით ჟურნალისტები რატი იყო საკმაოდ წარმატებული ჟურნალისტი მე ნაკლებად მასთან შედარებით მაგრამ ამბავი იყო ის რომ მე ვიმუშავე დაახლოებით 3 წელი რატი 6 წლიანი სტაჟი ქონდა და უკვე როდესაც მუდმივად ამ სფეროში ხარ
აი 24 საათის განმავლობაში გიწევს ესე ვთქვათ ნეგატიურ ინფორმაციასთან ცხოვრება, თანაცხოვრება. და გადაწყვეტილებაც გინდა არ გინდა. ყველაფერი ერთად, კი. ჩვენ პროფესიაში ჟურნალისტიკას აღარ ვაგრძელებდით, აღარ ვიცოდით საქართველოს რომ უნდა გვეკეთებინა, იმიტომ რომ ბიზნესზე საერთოდ არ ვფიქრობდით და გადაწყვეტილი ქონდა ამერიკაში მივდივართ, ნულიდან ვიწყებთ ცხოვრებას. ხო, ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, გადავწყვეტეთ რომ აღარ მივდივართ ამერიკაში. და ამერიკა დაკენსელდა, ხო, და ამბავი იყო ის რომ დავრჩით აბსოლუტურად. არ ვიცოდით რა უნდა გვეკეთებინა. რატო კი იყო მაშინ ტელევიზიაში დასაქმებული, მაგრამ უკვე დღე-დღეზე გადაწყვეტილი ქონდა რომ მიდიოდა. მორჩენილი იყო ტელევიზია. ამბავი იყო ის რომ ვფიქრობდით რაღაცა უნდა ვქნათ. რაღაცა უნდა გავაკეთოთ და ზუსტად ამ დროს დაემთხვა ეს მოგზაურობა იტალიაში. მაგრამ აი რას მოვაყოლე ეს ამბავი. მე როგორც ეხლა ვინც მოაყურებელი გვიყურებს და შენ როგორც დამწყები ბიზნესმენი, ძალიან ბევრს აქვს წარმოდგენა, არასწორი წარმოდგენა საკუთარ თავზე, როგორც მე მქონდა. მე მეგონა რომ ვიყავი სრულად ჰუმანიტარი ადამიანი, რომელმაც უნდა იმუშაოს მარტო რაღაც კონკრეტულ პროფესიებში, მაგალითად როგორც არის ჟურნალისტიკა, და აი რაც ეხება ბიზნესს, საერთოდ სხვა პიროვნება სჭირდება ამას. ეს იყო ჩემი წარმოდგენა. და რეალურად ზუსტად საქმეში აღმოჩნდა ის, რომ რაც სჭირდება ზუსტად ეს მაქვს თურმე. და ნუ იმის თქმა მინდა, რომ იმდენ თვისებას აღმოაჩენ საკუთარ თავში ბიზნესის კეთების დროს, იმიტომ რომ ეს იმხელა პიროვნული გამოწვევაა, რომ არა მარტო საქმეში, არამედ ცხოვრებასაც შეგიცვლის მთლიანად. კაი, მესმის ახლა რაღაც ძალიან კიდე ერთ საინტერესო კითხვა მომოფიქრ და მე სხვათა შორის მაგაზე ვფიქრობდი რა ბიზნესის თემაზე და აი რაც დავიწყე ხა ეს ბიზნესი და აი რომ ჩავ ეხლა მე მიმუშავია ბევრ ადგილას რა, აი საჯარო სამსახურში მიმუშავია, რაღაცა ბიზნეს სექტორებშიც მიმუშავია და ეხლა უკვე რაღაცა ჩემი ბიზნესის დაწყებას ვცდილობ, ესე რომ ვთქვათ რა და მე მგონია რომ ну მე ყოველ შემთხვევაში ეგრე მაქვს რომ ანუ ერთ-ერთი კიდე გარდა იმისა რომ ფული და ასე შემდეგ ანუ ოკეი ანუ ხო რა ფული არის რა თქმა უნდა ერთ-ერთი შეიძლება იცი რა ყველა ბიზნესმენისთვის ვინც ბიზნესს აკეთებს რა საერთოდ არ იყო რაღაცა мотиваცია რომ აი ფული ეშოვა რა უბრალოდ ის საქმე რაღაცა მოწონდა და პროსტა მე ამ საქმეს მოქონდა ფული ანუ ჩემი აზრით საერთოდ შეიძლება მესამე მეოთხე ადგილას იყოს ერეკლე ფული ძალიან მნიშვნელოვანია და ამ თემას არ უნდა გაიქცე არა არ გავრბივარ ტოპ 3-ში შედის და რა თქმა უნდა თუ საქმეს იწყებ ერთ-ერთი მთავარი мотиваცია არის რომ შენი შემოსავალი გქონდეს კი მაგრამ ნახე მე რას ვამბობ ანუ მე მგონი რომ ბიზნესში კიდე ერთ-ერთი მუღამიცი რასაა კიდე რომ ანუ შენ რო ბიზნეს აკეთებ, შენ ესე იგი გამოს რომ მომავალს წყვიტავ რაღაცა ნაწილში. იმიტომ რომ შენ რო ამ პროდუქტს ქმნი, ანუ ეს ხო მომავალია, გაიყიდება თუ არა. და ანუ თვითონ ის პროცესი რომ შენ რო იცი რომ აი ამას დღეს, რომ აი ამას ესე აკეთებ და აი ამას მე სამომავლო რაღაცა პერსპექტივა აქვს რომ და ისეთი განცდას გიქმნის, რომ რაღაცა მომავალთან დაკავშირებით რაღაცა გავლენა გაქვს. არა მარტო შენ ცხოვრებაზე და პროდუქტზე, არამედ სხვა ადამიანების ცხოვრებაზე. სხვა ადამიანების ქმედებაზე, იმიტომ რომ ის ადამიანი შენთან შემოდის და ყიდულობს ამ შენ პროდუქტს. ანუ წარმოგიდგენ, შენ გაქვს რაღაცაზე ნაფიქრი, რომელ და შემდეგ რაღაცა ქმედებები განახორციელე, რომელ ქმედებებმაც გამოიწვია რაღაც მომავლის ქმედება. იმიტომ იცი რომ ზუსტად ეგრე უნდა მომხდარიყო რა. ხო, და მე მგონია რომ ამ ჩემთვის ეს რაღაცა დრაივი აქვს რა ამას რა. ძალიან დიდი დრაივი აქვს და მათ შორის ძალიან დიდი დრაივი აქვს იმასაც რომ როდესაც შენ ქმნი პროდუქტს, მაინც აკეთებ შენთვის მოსაწონს და გგონია რომ არის საუკეთესო. და რეალურად როდესაც ეჯახები უკვე მოთხოვნას და ხვდები იმას, რომ ადამიანებს მოწონთ ეს და ზრუნავ ადამიანების ინტერესებზე, ამას კიდე ცალკე სიამოვნება მოყვება. ხო, სადაც არის ადამიანი შენ სივრცეში რომ შემოვა და რაღაცა რომ დაждდება და რაღაცა რომ გაუსწორდება, რომ ის თუნდაც სკამი ესე რომ დევს. აი, აუ, მართლა აი რაღაცა სკამზე ფიქრობ, როგორ იდოს და მაგიდაზე როგორ იდოს და რაღაცა სანამ დავიწყდი ბიზნესს, მით უმეტეს რაღაცა აი ამ მიმართულებით, ანუ ეგეთ რაღაცას არ ფიქრობ. არც აქცევდი დიდი ალბათობით და მე უცებ ხვდები, რომ ანუ თურმე აი ამაზე როგორ არის ნაფიქრი, როგორ არის შემუშავებული. რა შრომა ჩადებული. რა შრომა ჩადებული, ხო და მე რეიაზრებ რაღაცებს და რაღაცების გადაფასებაც გიწევს ბიზნესს როცა იწყებ რა. საერთოდ 180 გრადუსით გეცვლება აზროვნება. ბევრად პრაგმატული, რაციონალური და ანალიტიკური ხდები. მიწაზედ გახარ. ძალიან მყარად გახარ მიწაზე. კაი, მე რა მაინტერესებს კიდე. ხო. რატისთან დაკავშირებით მაინტერესებს ეხლა. ხო და ნახე მე რაღაცა სანამ ბიზნესს დავიწყებდი, ვიღაცებთ რაღაცა მცდელობები მქონდა, რომ პარტნიორობის? ხო რა.
იცი რა არის, რაღაც მე მგონია რომ საწყისად და ძალიან რთულია რომ ეგ გამოვიდეს, იცი? პარტნიორობა? ხო, იმიტომ რომ მაგაში შემოდის რაღაცა ჩვენ ადამიანები ვართ და ჩვენ როგორც ადამიანებს რაღაცა ჩვენი თვისებები გვაქვს, ხო? ზოგი დომინანტური ტიპები ვართ, ზოგი უფრო პასიური, ზოგი რაღაცა შეიძლება აქტიური, ზოგი პირიქით არა და ბიზნესშიც ბიზნესსაც შედიხართ, პარტნიორები შედიხართ რა, აი ძალიან დამთხევა უნდა იყოს რაღაცეების. არა მარტო, ზოგადად მთლიანად ხსნის შენს პიროვნებას, საქმის კეთება, ბიზნესის კეთება. ხო. და ძალიან ბევრ სიახლეს ეჯახები შენ პარტნიორთან ურთიერთობის დროს. მე თან რომ ეს შენი პარტნიორი არის ასევე შენი მეუღლე. მე მგონია კიდევ უფრო კიდევ უფრო ართულებს ეს საქმეს, მაგრამ ხო, როგორ მომიყევი უფრო მე ძალიან გულწრფელი ვიქნები და არ დავიწყებ რაღაცა საოცარი სურათების დახატვას, თავიდან რომ გავხსენით ბიზნესი, დაახლოებით 9 წელი იყო სრული ჯოჯოხეთი. ეს სრული ჯოჯოხეთი გქონდა. პირველ რიგში, იმიტომ რომ არც ერთმა არ ვიცოდით საქმის კეთება, ძალიან ინტუიციურად მოქმედებდით. მუშაობდით 24/7-ზე, გადამწვარები ვიყავით და მთავარი შეცდომა რაც დავუშვით იყო ის, რომ საერთოდ არ გქონდა ტერიტორია გაყოფილი. ანუ ჩემ საქმეში რატი ერეოდა, მე ვერეოდი მის საქმეში, იქ იყვნენ თან თანამშრომლები, ხედავდნენ რომ რაღაც სრული ქაოსი გქონდა, ის თვითონაც ქაოსში იყვნენ, იმიტომ რომ ახალი გახსნილი ობიექტი იყო და რეალურად გადაწყვეტილებას ორი ადამიანი იღებდა. რამდენიმე თვეში უკვე მას შემდეგ რომ უკვე მართლა ჯოჯოხეთი გამოვიარეთ, გადავწყვეტეთ რომ უნდა გავყოთ ჩვენი საქმე. და ჩემი ძლიერი მხარეები გამოვიყენო იქ სადაც ძლიერი ვარ და სადაც სუსტი ვარ მოვეშვა იქაურობას და იმან აიღოს აბსოლუტურად სხვა ფლანგი და ახლა უკვე მას შემდეგ რაც გადავანაწილე ჩვენი სივრცეები, მაგალითად მე მეხება სტრატეგია, მართვა, მენეჯმენტი, ბრენდი, განვითარება, მენიუ, სამზარეულო ყველაფერი არის ჩემზე. რატიც არის ტექნიკური ნაწილი, ფინანსები, საერთოდ ბიზნესი რო ყოველდღიურად ცოცხლობს, ეს არის რატის დამსახურება. მას შემდეგ რაც ცოცხლობს რა კუთხით ამბობ, ანუ ესე იგი აი ელემენტარული მაგალითად აი მე ხო აი კონდიციონერი მაგალითად აი კონდიციონერის თემა რიჩი. კონდიციონერი რო გაგაცნო. იქ რაღაცა ინტერნეტის შემოყვანა იყო პრობლემა, იმიტომ რომ იქ იმ კედელს ვერ ხრიტავ. აი ყოველდღე გექნება პრობლემა. ხო ვიცი, ხო და ეგ არის ხა რატის ხო, აი ყოველდღე თუ რაღაცა არის საჭირო და რეალურად საქმე ისეთი რაღაცაა, რომ ყოველდღე ახალი და ახალი გამოწვევა არის. რატის აქვს ეს ტექნიკური მხარე თავის თავზე აღებული, მე ამაში საერთოდ არ ვერთვები, რომც ფთხოვს მაინც არ ვერთვები. თავიდან ერთვებოდი, ანუ ეგრე გამოდის. თავიდან ყველანი ერთმანეთის საქმეში ვერთვებოდით, იმიტომ რომ რეალურად ანუ რეალურად 4 კაცი ვიყავით სულ ამ კომპანიაში და ყველა ერთმანეთის საქმეს ვაკეთებდით. როდესაც გადავნაწილდით, მას შემდეგ მოვიდა სიმშვიდე სამსახურში. ანუ ეხლა ის არის რომ მე მაქვს ჩემი ხარე, რომელსაც 100% პასუხისმგებელი ვარ და რომ ყველაფერი თავზე მენგრეოდეს, მე უნდა გავაკეთო ეს და ზუსტად იგივე ეხება მას. მას შემდეგ გავხდეთ ძალიან კარგი ბიზნეს პარტნიორები. ხო, ანუ არ გაქვთ ესე რაღაცა კონფლიქტი? ახლა არანაირი კონფლიქტი აღარ არის, მაგრამ მართლა ეხლა ძალიან ანუ მე ჩემი ქმარი არის და ჩემი ოჯახის წევრი არის და ანუ იმის თქმა მინდა რომ ჩვენ 24/7-ზე გვიწევდა საუბარი ამ თემებზე. ეხლაც ისე არის რომ გარდა ცოლ-ქმრობისა ვართ პარტნიორები და სულ საქმეზე გვაქვს საუბარი, მაგრამ ანუ როდესაც შევეჯახეთ ძალიან ბევრ სირთულეს გქონდა ეს საუბარი და როდესაც პარტნიორი არის შენი ან მეგობარი, ან ადამიანი, რომელსაც საერთოდ კარგად არ იცნობ და საქმეს მასთან ერთად იწყებ, მე მგონია ეს წარმოუდგენელი სირთულეა. იმიტომ რომ შენ ადამიანურად შენ შეიძლება ეჭვები შეგეპაროს მის ადამიანურ თვისებებში. შენ შეიძლება იფიქროს საერთოდ ამ ადამიანთან საუბარი აღარ ღირს და ზუსტად ან თავიდან დაიწყოთ მარტივად და მე როდესაც უკვე შემოსავალზე დაიწყება საუბარი და წარმატებაზე, ზუსტად მაშინ კიდე სხვა სირთულეები ამოტივტივდეს. არ მე კიდე პროსტა უბრალოდ მგონია ხოლმე რომ ანუ ადამიანები რაღაცა თავისი ბუნებით მაინც რა და სხვა ბიზნესში ძალიან კარგად ჩანს და მით უმეტეს როცა ბიზნესს აკეთებ, რაც პიროვნული მახასიათებლები როგორი გაქვს და რა ანუ აი რაღაცა იფილტრები რა. აი იმენა იფილტრები იმ დონეზე რომ იმიტომ რომ შენ ყველანაირი სკილი გჭირდება ბიზნესისთვის. ნამდვილად კი. და ანუ შენ ყველანაირი სკილი გჭირდება, ზოგი რაღაცა ცუდი პიროვნების და გამოც აღწევენ რაღაც წარმატებას, რომ აი ეგეთი არის რაღაც ესეთ. მაგრამ ეგეთი ბიზნესმენები
აი ძალიან წარმატებულები არიან. არა, ნახე რას არა. მე ზოგადად ცავ, მაგრამ მე გენები არა, ზოგი არის, აი, პროსტა არასწორად იქცევა. ანუ განაის, აი, ცუდი ბიზნესი, ბოროტად, აი, წყალებში ბოროტად ვისაც აქვს ფული ნაშრომი, ეგეც არ იქცევა ეგრეთ რა. აი, შემოხვეწე, აი, ხელფასი დაუგვიანოს, ან არ გადაუხადოს. აი, გონიათ რომ ეგ არის რაღაცა სწორი რა, მან დრო ვიღაცას რაღაცა. მე ვფიქრობ, რომ შრომას უნდა პატივის ცე. ამ მარტო იმის გამო არ ვიძახი, რომ ანუ მე ვფიქრობ იმას, რომ ადამიანი, როდესაც შენზე მუშაობს, შენ მართლა ხარ მის ოჯახზე პასუხისმგებელი. ეხა მაგას რო ამბობ, ეხა მაინტერესებს როგორი ხელფასები გაქვს. ხელფასები? თუ საკრალური თემა არ შევეხოთ მაგას, მაგრამ ისე მაინტერესებს რა რაღაცა აი ძალიან მართლა აი რო უყო აი რო შემოვედი შენ სივრცეში აი მართლა რაღაცა საათივით აწყობილი ბიზნესივით გაქვს რა და უკვე კი თავიდან ეგრე ერთი წელი დაგჭირდა რომ ესე ყოფილიყო. სულ რამდენი ხანით გახსნები ხართ? 18 მაისს გახდა 2 წელი. შვენიერი. ხო, რეალურად როდესაც ანუ ეხლა ჩვენ თავიდან დავიწყეთ ძალიან კარგი ხელფასებით, რაც ნიშნავს იმას, რომ საბაზრო ხელფასებზე საკმაოდ განსხვავდება ჩვენი ხელფასები და ასევე სამუშაო საათები. ჩემთან უმეტესწილად სტუდენტები არიან დასაქმებულები, მუშაობენ დღეში 5-6 საათი. ისვენებენ შაბათ-კვირას, შაბათ-კვირასზე ცალკე კადრები მყავს და აქვთ ისეთი ხელფასები, სადაც თითქმის არც არის სტრაფიკობის ობიექტზე არ აქვთ. და ზუსტად ამის ხარჯზე ძალიან დიდხნიანი კადრები მყავს. უმეტესწილად მოიცა, ეგ როგორ მოახერხე ხა ბოდიშო გაწყვეტი, მაგრამ დაახლოებით მივხვდი რაც უკვე, ანუ შენ გააკეთე ეგეთი რაღაცა, რომ ტაიმინგი გადაანაწილე ძალიან კარგად. ხო, სტუდენტებზე მორგებული გრაფიკები. და თან კაი ხელფასიც გაქვს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე ჩემი მთავარი мотиваცია იყო სამსახურში მე ვფიქრობ იმას, რამდენსაც გასცემ, იმდენი უნდა მოთხოვო. მე როდესაც მუშაობდი სამსახურებში, სადაც მართლა მინიმალურ ხელფასს მიხდიდნენ, ვიცი შეგრძნება, როგორც არ უნდა გიყვარდეს შენი საქმე, შენ გზიზრდება შენი საქმე და ყველაზე შრომის მოყვარე ადამიანის აბსოლუტურად აპატიური ხდება და აღარ გინდა არც სამსახური არ გინდა, არც უფროსის ნახვა არ გინდა, არავის ნახვა არ გინდა. თან შენი პირადი ცხოვრებაც გინდა რა. ყველაფერი გინდა, კი და რეალურად გამოდის ის, რომ მონასავით მუშაობდა. როდესაც ვაკეთებდი კომპანიას, მე მონები არ მჭირდებოდა, მე მჭირდებოდა ადამიანი, რომელიც ბედნიერი მოდის, ბედნიერი მიდის და ანუ აუცილებელია რომ კარგი და კომფორტული გარემო გქონდეს. ჩემთან როდესაც მოდის ადამიანი 5-6 საათი მუშაობს და კარგ შემოსავალს იღებს, არც არაპროდუქტიული არ არის ამ დროს. პირიქით, ცდელობა აქვს რომ შეინარჩუნოს ეს სამუშაო, კარგი ურთიერთობა გქონდეს ყველასთან და ჩვენი მომხმარებლებიც ამას ხედავენ. აუ, მაგარი. მეგობრებო, ხო, რო არ დამავიწყდეს რა. ეხლა კი გავერთეთ ლაპარაკში, მაგრამ კიდე 1-2 სიტყვით ჩემ ბიზნესზეც გეტყვით რა, რომ ეს კი გითხარით რომ ვაინთოკერი და ღვინის ბარი არის, მაგრამ ანუ რა გაიყიდება, როგორ იქნება 1-2 სიტყვით გეტყვით ამის შესახებაც. ნახეთ როგორი სივრცე იქნება აქ, რომ შემოხვალ, მაქვს ტერასა, აქეთ მაქვს ღვინის ბარი, შეგვიძლია ესე ღვინო შევუკვეთ როგორც ჭიქა, ასევე შეგვიძლია ბოთლი აიღო, რომელიც მოგინდება, ვისკი მექნება ასევე მექნება, რაცა პურის ჩიფსები მექნება, ყველის დაფები მექნება, ზეთის ხილიც მექნება. რა ვიცი, კიდე რა. აი, სმაჭამა გექნება. არა, სმაჭამა არა, უფრო ესეთი, ხო იცი? მოტო განვიხილოთ, აი ეს, მოტო განვიხილოთ ახლა პოლიტიკურ პრობლემა, არა, პოლიტიკურ პრობლემა, ანუ რაღაც გლობალურ ფილოსოფიურ საკითხად. ხო და ანუ ვისკი მექნება, სიგარაც მექნება სხვათა შორის რა. სიგარა კი, მე ასე მე აღარ ვეწევი სიგარეთს, მაგრამ ვისკი, სიგარა რაღაცა ვაიბს ქმნის, ისეც რომ სიგარა ვაიბს ქმნის. სიგარა ვაიბს ქმნის. ამ ღვინომ ცოტა შემათრო. შეგარო. არა, ძალიან კაი ღვინოა. შეგიძლია პირადი კითხვები დაზვა. ხო. გადავიდეთ მაგნაცილს. ხო და მოკლედ და ასევე კიდე ნახეთ მექნება ინსტაგრამი, სადაც ინსტაგრამზე ეს ამ პოდკასტის რაღაცა rilsები ამოიჭრება და ნუ გაპიარდება რა თქმა უნდა და ინსტაგრამიდან ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ალბათ დიდი რაოდენობით, აი მაგალითად დაბადების დღე გაქვს და რაღაცა ღვინოთი გინდა რომ გაერთო, უცბად შეგვიძლია რაღაცა მოგწერო ინსტაგრამზე, მინიმუმ 10 ბოთლს თუ იყიდე, რაღაცა შესაბამის ფასად მოგიტან და რაღაც 1 საათი გასულ. რა თავარია სწრაფი მიწოდების სერვისი გექნება. სწრაფი მიწოდება, ხო, ან მაგალითად რავი ქორწილი გექნება, ან რაღაცა დიდი დაბადების დღე გექნება, შემიძლია რაღაცა სეტაპი აგიწყო, ესეთი welcome drink-ების პონჩი ღვინოებით და რაღაც რომ მიხვიდე და ნუ მოკლედ აი რა ვიცი, ყველანაირი პირობა შემიძლია რომ ყველაფერზე იზრუნებს ერეკლე. ხო. მიწოდებიდან და ხარისხით დამთავრებული. ხო, ხა ღვინოზე ხა რა. ღვინოც არის სასწაული. კი, მართლა იყო. ასეთი ღვინო არსად არ გამისინჯავს. კი, ჩემი ხა ჩემი ორი ძალიან საყვარელი სომელია მყავს კიდე, რომელიც მეხმარება. ერთ-ერთი აგზის, კი, მაკუნა. და ერთ-ერთი კიდე მარიამი, ჩემი პადრუგა. რატო იდახსი? ძალიან ლამაზი სომელიები არიან გვესტუმრად აუცილებლად ვაინ თოქში. ხო და მოკლედ როგორ იქნება ეს სიტუაცია და მაკუნა შენ რაღაცა კიდე ვაინ ის იყო ხო ღვინის
Wine Expo იყო და მაგაზე რაღაც წახვედით და რაღაც კარგი ღვინოები შეარჩი და კიდე ბევრი კარგი ღვინო გვექნება. შევაჩერეთ ძალიან საინტერესო ისეთი ნიშური გემოები, რომლებსაც მალე იხილავთ ჩვენთან კი დავაგებთ ხო. ნუ აი ეგეთი რაღაცა მინდოდა რაღაცა აი ის რაღაც აი ტუსოვკარ მინდოდა. ოკეი, მოყევი, შენ როგორ მოგაფიქრდა ეს საქმე, იმიტომ რომ რაც გიცნობ, საერთოდ ვერ წარმომედგინა, რომ გახსენდი შენ საქმეს. ხო, ნუ მოკლედ ეს ბიზნესი როგორ არის რაღაცა მე საერთოდ გიცნობდი როგორც მწერალს. მაკუნა, შეგიძლიათ ჩანთა მომაწოდო? ვაი. თემას მოყვა და შემდეგ შენ ბიზნესზე გაიგე. მადლობა. ეგეც ბიზნესია. ხო, მოკლედ ერეკლე გავიცანი 1986 ხო, და მოკლედ როდესაც გავიცანი, იყო ძალიან პატარა 16 წლის ბიჭი, მე ვიყავი 17 წლის. შენ 1 წლით დიდი ხარ? 17-იანი ხარ? ხო, მე 17-იანი ვარ, კი. და მოკლედ მახსოვს, რომ იყო ილია ჭავჭავაძის გამზირი, თოვს და მირეკავ შენ რომ რაღაცა უნდა მოგცა აუცილებლად გამოდიან. TBC ბანკის ოფისდაროში ხდი ვაკეში? ზეგთან, ზეგთან. მაშინ მოგეცი ეგ წიგნი? მაშინ შენ მაჩუკა ეს წიგნი, ეს არის ერეკლე არახამი. აი, ეს გაიკეთება. ანუ სხვათა შორის ეს წიგნი რომ გადავიკითხე, მინდა გითხრა რომ რეალურად როცა პატარა ვიყავი, ანუ კი იყო ჩემთვის რომ რა მაგარია წიგნებს რო წერს, მაგრამ ანუ მართლა რა მაგარია რომ 16-17 წლის ასაკში, როდესაც მე საერთოდ არ მახსოვს რას ვაკეთებდი. ცუდის გარდა არ ვაკეთებდი. ეგ მე სკოლაში უნდა გამეყიდა, იცი? მართლა? ხო, პროსტა, ანუ ეგ მე დამთორდა მე. ანუ იმის თქმა მინდა რომ ადამიანი წიგნებს კითხულობდა, წიგნებს წერდა, მეგობრებს ჩუქნიდა და ლიტერატურულად განვითარებდა. მაგეთი ეს აღარ იყიდა. არა, ვაშა ის არ მაგის პრეზენტაცია გავაკეთე 35 კაცი იყო და ეგენი ყველანი კულტურები არიან ისე. მოკლედ ძალიან მომეწონა ეს წიგნი ძალიან დრამატურგიულია, მხატვრულია. თუ გინდა ბოლოებზე წავიკითხავ. არა. მოკლედ მართლა ძალიან მაგარია რომ აი ბავშვობიდან იყავი საკუთარი თავის განვითარებით დაკავებული და ამიტომ იმ გამიკვირდა რომ ბიზნესი დაიწყე, მაგრამ თან არ გამიკვირდა, იმიტომ რომ ჩემი აზრით 16 წლის ასაკიდან აი ვცდილობდი რომ შენი თავი გეპოვნა და ამვითარებდი აბსოლუტურად ყველანაირი კომპლექსის გარეშე და ძალიან მაგარი არის ეს და ეს ძალიან გამოგადგება ჩემი აზრით. თან დაწერებულობდე მიიყვანე გამოეცი დაბეჭდი. ხო, რა თქმა უნდა. კი, რა თქმა უნდა, აბა რა. 16 წლის ასაკში მე რას ვაკეთებდი საერთოდ? დავდიოდი სკოლაში, მე ვსაირნობდი პარკში, არ ვაკეთებდი და შენ წიგნებს წერდი. არა, ხო და მაგ წიგნის ისტორია ხა რა ვიხ რატო გააძრე მართლა არ ვიცი, მაგრამ ნუ ეგ იყო. ხო, არც რაღაცა ზოგჯერ ხო რაღაცა ბავშვობაში რაღაცები გაკეთებული გაქვს, იმ დროს რაღაცა გონია მაგარია, მე იზრდები გეკრინჯება, მაგრამ ჩემი აზრით არ არის არაფერი საკრინჯაო და ძალიან მაგარია. არა, ხო, მაგრამ ეგ სხვა შეიძლება უფასოდ გამოვეცი ეგ. მართლა? ხო, იმიტომ რომ ვიღაც ჩემ მეზობელი გავაძრე სტამბაში მუშაობდა და ეს რაღაცა დიდი ისინაც ქონდა, ნაწილი რაც დაგვრჩებაო, მაგ იმით გაგიკეთებო რა. 35 წელი ეგრე ამიკინძა და მე კიდე ერთი 100 წელი ყდა მომცა რა ეგეთი რა და მე ვაპირებდი რომ ეგ ყდები რაღაცა ამიკინძა ისევ და რაღაცა სკოლაში გამიმზადეს რაღაცა საპრეზენტაციო და რაღაცები და ტიპები ხო და ერეკლე შენ წიგს ვიყიდით ორლარა და რაღაცები ბიჭო მე სანდღაცას დავფიქრდი რომ რაღაცა 16 წლის კი ვარ რაღაცა წიგნი გამოვეცი რა მაგრამ ნუ აი ხო ხტები ესე ძალიან მასიურად გაბაზრდეს არ ვიცი რა მოდი დაველოდებით ხო რა ამ ამბავს თქო და მე რაღაცა მოკლედ მე ძალიან მომწონს ეს წიგნი. ეხლა შენ მოყავი როგორ მოგაფიქრდა საერთოდ შენი ბიზნესის დაწყება და ყველაზე რეალისტური კითხვა გეშინოდა თუ არა? მაგრამ ჯერ ღვინო დავამაროს. ხო. სხვა შეიძლება ძალიან საინტერესო კითხვა დავსვი გეშინოდა თუ არა რა. ამასობაში დაიცალა ჩვენი ღვინოც. მაგრამ კიდე ბევრი მაქვს. ამიტომ არ ინერვიულოთ მეგობრებო. ვაინტოქში ღვინო არ იცლება და რამე, ხო. ხო და გოგო, აი ძალიან დიდი ხანი. მე დავთვერე ჩვენ. ამას არ დავქათავთ, იმიტომ რომ თან მინდა რომ აი წერა ლაპარაკოდეს, რომ აი როგორი პოდკასტი, აი ფორმალური, არაფორმალს. თქვით რომ აი იყოს ფორმალური, მაგრამ ძალიან გულწრფელი. ხო, ორგანული გულწრფელი რა. ნახე, მე შინოდა როგორი აი რამდენი იდეა მქონდა. რამდენი იდეა რა, აი ბავშვობიდან დაწყებული თუ რაღაცა. გაბედვა არის აი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც. გაბედვა. რო დაიწყო ხო? აი რაღაცას რო რისკავ. და მე ამ რისკს რო აკეთებ.
და ანუ მიდიხარ რა. აი, მე როგორ იცი როგორ ვარიანტში ჩიტები, რომ უკან დასახევი გზა არ გაქვს. შენი აზრით, აი რა სამი თვისება უნდა გქონდეს ბიზნესმენს იმისთვის, რომ იყოს წარმატებული? პირველი რა, მოსმენის უნარი არის ძალიან მნიშვნელოვანი. გეთანხმები. ოღონდ ამ მოსმენის დროს 100 იდეიდან 99 სისულელეს მოისმენ. ძირითადად. და ერთს ძალიან ღირებულს. და პროსტა მე შენი სკილი უნდა იყოს ის, რომ ეგ ერთი ღირებული იპოვო რა. კი, ნამდვილად ეგრეა. ერთი ეგ რა. მეორე, ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი არის რაც არ უნდა ბიზნესი იყოს, შენი უნიკალური წარმატების ფორმულა მოიფიქრო. ანუ ვიღაცა ბიზნესმენს შეიძლება მოусმინო, რაღაცა პოდკასტებში იქნება ეს თუ რაღაცა წიგნებში თუ რაღაც ეგეთი, მაგრამ მე ესე მგონია რა, მე რო უსმენდი რაღაცა ესე წარმატებულ ბიზნესმენებს და ასე შემდეგ და რაღაცა რო იკითხავენ რა არის შენი წარმატების გზა, ყველას ქონდა რაღაცა სხვადასხვა. და ყველას სხვადასხვა ინტერესები ქონდა რა. და მან მივხვდი ზუსტად მაგას, რომ ნიშნულოვანია, რომ აი სადღაცას რო გაიზარდო და დიდი გახდე ბიზნესის მიმართულებით ვამბობ, არის ნიშნულოვანი შენი უნიკალური ფორმულა. და მესამე შენი სკილი მესამე როგორ გამბედავება. ხო, აი გამბედავი და რისკიანი იყო. ხო, გამბედავი და რისკიანი უნდა იყო რა. შრომის მოყვარე ხა თავისთავად და რა თქმა უნდა, კი. მარიამ, რა მგონი ჩვენი პოდკასტი ის არსვამს ქვევრის ქის. მარიამ, მე მინდა რომ კიდე დიდი ხანი ვილაპარაკოთ. მაგრამ ჩვენი ოპერატორები თუ პროდიუსერები თავში რაღაცას მირტყავენ მე. ხო და მოკლედ ძალიან გამიხარდა რომ მოხვედი. ძალიან გამიხარდა რომ დამპატიჟე, კაი ღვინო დამალევინე. ძალიან მომეწონა შენი სივრცე. წარმატებას გისურვებ და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან წარმატებული იქნება, იმიტომ რომ ჩანს რომ გულს დებ ამ საქმეში და პირველ რიგში აკეთებ ისეც, როგორიც მოგეწონებოდა შენ. არც საკითხზე არ ჩანს აქ რომ ეკონომია არის გაკეთებული, ან ფიქრობ რომ რაღაცა გააკეთო, დაზოგო შენი რესურსი და ზუსტად ვიცი რომ წარმატებას მიაღწევ. ხო. კარგი, სანამ დაგემშვიდობებით მეგობრებო, ძალიან გამიხარდება თუ ჩემს სივრცეს ეწვევით. პირდებით რომ ძალიან კარგი ღვინო გექნებათ, მაღალი ხარისხის მომსახურება. თავიდან სხვათა შორის მე ვიქნები თქვენი ბარმენი, რომელიც პირადად მე დაგისხამთ ღვინოს, მთელი გულით და სულით. მართალია ჯერ ვსწავლობ ღვინის გახსნას, მაგრამ უკვე როცა გავხსნი ბარს, კერად გახსნილი იქნება უკვე ამ ვიდეოს. ხო, გახსნილი იქნება ბარი ამ ვიდეოს რომ ნახავთ. ბარს და ღვინის ბოთლს ერთად ხსნი, ხო რა და ამიტომ ძალიან გამიხარდება თუ მოხვალთ და და პირველი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვის რომ ის ვაიბი იგზნოთ, რა ვაიბიც მინდა რომ ამ ღვინის სივრცეში და აი ამ კონცეფციაში რაც ჩავდე, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ზუსტად ის იგზნოს მომხმარებელმა რა და კონცეფცია იქნება მოდი ჯერ საიდუმლო დავტოვოთ. მაგრამ რა საიდუმლო რა, ღვინის ბარი იქნება, ვისკიც, სიგარაც და ძალიან საინტერესო საუბრები მეგობრებთან რა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის რა. მე მიყვარს ბევრი ლაპარაკი, ამიტომ გავხსენი wine talk-ი რა. ჩვენიერი. ნახვამდის, აბა შემდეგ პოდკასტამდე.